ქაბატონო თამარ, ქაბატონო მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ გსტუმრობთ და საუბრობთ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ. მინდა გკითხოთ, მოგვიხარებით ფესტივალის შესახებ. როდის ტარდება, სად ტარდება, რა ელით წიგნის მოყვარულებს და კონცეფცია რა არის ფესტივალის თავი მესიჯები რა არის და რა ელოდებათ კითხვებს როგორ უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ვემზადებით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ჩასატარებლად უკვე 27 ჯერი იქნება, ტრადიციულია და ბუნებრივია მკითხველები ძალიან ელოდებიან. წელს ფესტივალის სპეციფიკა არის ის, რომ უფრო მეტად წარმოჩნდებიან საშუალო და პატარა გამომცემლები და მათი ნამუშევარი, მათი წვლილი იმ საერთო საქმეში, ქართულ საგამომცემლო საქმეში, რომელიც ხანდახან შეიძლება ესეთი თვალსაჩინო არ იყოს რიგითი მკითხველისთვის. აი ამ სპეციფიკის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ფესტივალზე ბევრი წიგნი იქნება წარმოდგენილი არა მხოლოდ მხატვრული ლიტერატურიდან, არამედ არამხატვრული, სამეცნიერო პოპულარული, აი ამ ჟანრებიდან და შესაბამისად ეს მკითხველი განსაკუთრებით დაინტერესებული იქნება ალბათ ფესტივალზე მოსვლით. რასაკვირველია, ფესტივალზე იქნება დიდი ფასდაკლებები და ამავდროულად ფესტივალზე პირველად გამომცემლები გამოიტანენ ახალ ნამუშევრებს. ეს ახალი ნამუშევრები შეიძლება იყოს როგორც კონკრეტული წიგნები და ჩაფიქრებულია, რა თქმა უნდა, კონკრეტული წიგნების პრეზენტაციები, ასევე შეიძლება იყოს მთელი სერიის წარდგენა მკითხველის წინაშე და რამდენიმე ძალიან საინტერესო პრეზენტაცია ზუსტად ამ მიმართულებით ჩანიშნული, რომ მთლიანი სერია წარდგება მკითხველის წინაშე. რაც შეეხება მონაწილეებს, მე მინდა გავამახვილო ყურადღება ჩვენ საერთაშორისო უცხოელ მონაწილეებზე. მაგალითად, ჩვენს გვერდით უკვე არაერთი წელია არის ირანის საელჩო საქართველოში, რომელთაც აქვთ წელს წარდგენა თარგმანების წლების განმავლობაში მოგეხსენებათ საქართველოში ძალიან დიდი ტრადიცია აქვს სპარსული ლიტერატურის, როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ლიტერატურის თარგმნას და მათ ექნებათ წარმოდგენილი აი ეს ნიმუშები და გარდა ამისა ისაუბრებენ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ, როგორიცაა თეირანის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა. ასევე არის იუნუს ემრეს ცენტრი, თურქეთის კულტურული ინსტიტუცია, რომლის ფილიალი გვაქვს თბილისში და ისინი წარდგებიან სტენდით მკითხველის წინაშე და აზერბაიჯანის დელეგაცია გვეწვევა, ცალკე სტენდი დაეთმობა მათაც და როგორც ვიცით, აზერბაიჯანის საელჩოდანაც ელჩს ველოდებით უშუალოდ ფესტივალზე. რაც შეეხება კონკრეტულ წიგნებს, მე რა თქმა უნდა არ მინდა ზედმეტად გავამახვილო კონკრეტულ გამოცემლობებზე და მათ აქტივობებზე ყურადღება, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ბევრი იქნება არამხატვრული ლიტერატურიდან წარმოდგენილი და ასევე საბავშვო აქტივობები, ბავშვებისთვის განკუთვნილი ინტერაქციული актივობები და იმ ტიპის ლიტერატურა, რომელიც საგანმანათლებლო დანიშნულებისაა და წელს ფესტივალზე პირველად წარდგება ასევე წარდგებიან გამომცემლები ასევე ამ გამომცემებით. აი ეს მინდოდა მეთქვა დანარჩენს შეავსებს და აი გითხარით თარიღები, დრო, როგორ საკითხში შეუძლია გასვლა, როდის იწყება ფესტივალი, რამდენად გაგრძელდება ეს რომ დიახ. მადლობას მოგახსენებთ დროის დათმობისთვის პირველ რიგში. ფესტივალი იქნება 29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით. ეს 4 დღე ჩვენი კარიერა იქნება ყველასთვის, ვისაც უყვარს წიგნები, ვისაც ყავს ბავშვები. ასევე ფესტივალი ყოველთვის იყო მეგობრების თავშეყრის ადგილი, ოჯახისთვის ერთად გასატარებელი დროის ადგილი და ამ ფორმატს ჩვენ წელსაც ვინარჩუნებთ. შესაბამისად, ყველა თაობის ადამიანს ველოდებით ამ 4 დღის მანძილზე ჯადოსნური დღეების გასატარებლად. ფესტივალის კარი გაიხსნება 11 საათზე და გაგრძელდება აღონიზებები 8 საათამდე. ზოგადად მსგავსი ტიპის ფესტივალები, ესეთი ღონისძიებები რა მნიშვნელობის მატარებელია სექტორისთვის და სექტორის განვითარებაში, გძლიერებაში, ასე ვთქვათ, რა როლს თამაშობს ეს რომ გითხრათ?
აი როგორც ქალბატონმა თამარმა ახსენა, წლევანდელი ფესტივალი აქცენტს აკეთებს პატარა და საშუალო გამომცემლობებზე. რეალურად ეს გამომცემლობები და გამავრცელებლებიც ძალიან საინტერესო წარმომადგენლები არიან ამ სექტორის. თუმცა შეიძლება ნაკლებად ცნობილები არიან ფართო აუდიტორიისთვის. პირველ რიგში ალბათ ყველაზე მეტად ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ისინი ხვდებიან მკითხველს და თავიანთ თავს აცნობენ. მკითხველი იქ პოულობს განსაკუთრებულ და იმ განსხვავებულ გამომცემლებს და გამავრცელებლებს, რომლებიც შეიძლება არ იცოდეს და ესე შეიძლება მათთვის თვალსაჩინო არ იყოს ყველა ფეხის ნაბიჯს. და რომ შევაწეროთ წინა წლებს, აი როგორ ვითარდება, რა ცვლილებები არის და წინა წლებთან შედარებით წელს როგორი სურათია მოლოდინები როგორ გადაესწრებათ? წინა წელთან შედარებითაც და ზოგადადაც მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც ეს ფესტივალი არსებობს, ტენდენცია ეგეთია, რომ ჩვენი მონაწილეები წლიდან წლამდე ელოდებიან ამ ფესტივალს. მათთვის ეს ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად რთულ სიტუაციაში გვიწევს ამ მომენტში არსებობა, არის რაღაცა ცვლილებები, რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ფესტივალი იყოს ისეთივე ხარისხიანი, წარმატებული, იმდენივე სტუმრით და ისეთივე ბედნიერების მომტანი, როგორც ჩვენი მონაწილეებისთვის, ასევე ჩვენი სტუმრებისთვის, როგორც იყო წინა წლებში. რთულ პირობებში ვგულისხმობ ზოგად ფონს, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში და ეხება ყველას და ყველაფერს. მეც დავაზუსტებდი ჩემის მხრივ, ანუს აბსოლუტურად ვეთანხმები და ეს ფესტივალი შეუძლებელია ჩაეკარგოს მკითხველს, იმიტომ რომ მართლაც არის ყოველთვის მოლოდინი. და იმაშიც ვეთანხმები ანუს და ზოგადად ყველას მოეხსენება, რომ ქვეყანაში რთული ფონია და არ არის თითქოს სადღესასწაულო განწყობა, მაგრამ მე ვთვლი, რომ დღესასწაულები, მით უმეტეს ტრადიციული დღესასწაულები მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ. ეს მნიშვნელოვანია. და პლუს ამას განწყობა უნდა გქონდეს, ტონუსი უნდა გქონდეს იმისათვის, რომ ვიცხოვროთ, ვიმოქმედოთ, განვითარდეთ, განათლება მივიღოთ მეტი და საუკეთესო გზა თვით განვითარების თვალსაზრისით, განათლების მიღების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, წიგნებია. აი თქვენ ფასდაკლებები ახსენეთ. დიახ. ყოველთვის არის ხოლმე, რა თქმა უნდა, ინტერესი და მოლოდინი და აი ამ ნაწილზეც რომ გითხრათ ფასდაკლებების ნაწილზე. დიახ. რა ელოდებათ კონკრეტულად, პროექტი თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ. დიახ. იცით რა არის ფასდაკლებები, რა თქმა უნდა, მონაწილეების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება. ზოგ შეიძლება კონდეს 25%-იანი ფასდაკლება და ზოგს 85%-იანი. ანუ ძალიან დიდი სპექტრია, ასე ვთქვათ, დიდი რეინჯია ამ ფასდაკლებების. რასაკვირველია, ნებისმიერი ფასდაკლება სასიამოვნოა მკითხველისთვის და რადგან იციან, რომ ყველაზე მეტი წილი ფასდაკლებების და სწორედ ფესტივალებზე მოდის, ამიტომაც ერთ-ერთი ძირითადი мотиваცია მათი სტუმრობის სწორედ ეს არის. წელს გარდა ამისა, ბევრი საჩუქარიც გვექნება. ვაუჩერიზაციის მომენტიც იქნება, ვაუჩერებს გავათამაშებთ მკითხველებისთვის, სოკარის მხარდაჭერით და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ფესტივალის ძირითადი მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და საქართველოს კულტურის სამინისტრო და გარდა ამ ვაუჩერებისა, რაც მკითხველებისთვის იქნება განკუთვნილი და იქნება ინტერაქტიული, მაგალითად თამაში, ერთგვარი თამაში, რომელსაც პირობითად ნადირობა წიგნზე ქვია, ან და ვთქვათ ბრმა პაემანი წიგნთან. მოკლედ რაღაც ესეთი საინტერესო სიურპრიზებია. ამის გარდა მინდა კიდევ ერთი თემა წამოვწიო წინ, რომ მართალია ფესტივალი თბილისში ტარდება და თბილისი არის, ასე ვთქვათ, აქცენტი ყველა თვალსაზრისით. რეგიონებიდან წელს ჩამოვლენ ბიბლიოთეკარები და მათთვის სპეციალურად განკუთვნილია ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და მწერალთა სახლთან თანამშრომლობით ახალი წიგნების შესყიდვის პროექტი, ეგრეთ წოდებული ვაუჩერიზაციის პროექტი. ამის დანიშნულება არის წიგნადი ფონდის განახლება ჩვენი ბიბლიოთეკებისთვის და ჩვენი მკითხველებისთვის, რეგიონში იმყოფი მკითხველებისთვის ახალ წიგნებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
ცალკე პავილიონი წელს არ იქნება. თუმცა საბავშვო სივრცე გვექნება მე-11 პავილიონში გამოყოფილი, სადაც 4-ვე დღის მანძილზე იქნება ღონისძიებები, ვორქშოპები ბავშვებისთვის, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის და თითქმის შევსებულია ასაკობრივი კატეგორია, იწყება 3+-დან და ადის თინეიჯერობის ასაკამდე. ეს დანაკლისი ჩვენს სტუმრებს არ ექნებათ. და მოხუცებულ ბავშვებსაც ველოდებით რასაკვირველი ასაკოვან ბავშვებს. ესეთი კატეგორიაც არის, ვინც ყოველთვის ხალისობს ბავშვებთან ერთად. და კიდევ ერთი რაღაც მაინტერესებს, თქვენ ახსენეთ, რომ პატარა გამოცემულობები წერანდელ წიგნის ფესტივალზე მონაწილეობას და ასევე ავტორები და აი თვითონ ავტორები ჩაატარებენ უარი წელს სემინარებს თავის წარდგენის წიგნის ან თუ იმე წარადგენს თავის ავტორებს. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. მე დავამატებდი, რომ არა მხოლოდ პატარა გამომცემლები, ეს საერთოდ საქართველოს იმდენად პატარა ქვეყანა, რომ ყველაფერი პირობითი აქვს, პატარა, დიდი, საშუალო. მაგრამ რაც შეეხება აი ავტორებს, რაზეც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება, წელს ჩვენ ჩავიფიქრეთ ავტორებისთვის ორი საინტერესო ფორმატი. ერთი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ავტორ გამომცემელს, რომელსაც აქვს გამოცემული ერთი ან რამდენიმე წიგნი, შეუძლია მოვიდეს ფესტივალზე, შესაძლოა მას არ ქონდა წინა წლებში საშუალება, რომ სტენდი აეღო, ეკირავა სტენდი, მაგრამ წელს სპეციალური მაგი და სპეციალური კუთხე იქნება, ასეთი რამდენიმე ავტორი იქნება წარმოჩენილი. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო აქტივობა გვაქვს ჩაფიქრებული და იმედია, რომ შედგება, ეს ნაწილობრივ არის, რა თქმა უნდა, თავად ავტორების აქტიურობაზე დამოკიდებული, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ ეძლევათ საშუალება თავად წარადგინონ თავიანთი ნაშრომი გამომცემლობების წინაშე, ფესტივალის მონაწილე გამომცემლობების წინაშე. ეს დაახლოებით ესეთი ფორმატი იქნება, რომ 2 დღის განმავლობაში, შაბათს და კვირას, ისინი მოვლენ, წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ, მათ შეუძლიათ შესთავაზონ საგამომცემლო პროექტის სხვადასხვა ხასიათის. ეს შეიძლება იყოს ორიგინალური ნაწარმოები, ეს შეიძლება იყოს თარგმანი, ჟანრული მრავალფეროვნება შეიძლება იყოს, პოეზიაც, პროზაც, არა აქვს მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში თავიანთი ნაშრომი მოკლე პრეზენტაციის სახით შეუძლიათ წარუდგინონ გამომცემლებს და მოგეხსენებათ, რომ გამომცემლები რეგულარულად იღებენ ავტორებისგან შეთავაზებებს სხვადასხვა სახით, ძირითადად დისტანციურად. აი ეს დისტანციურობა იქნება იქ მოხსნილი. ანუ უშუალოდ დიალოგის რეჟიმში შეიძლება თავიანთი ჩანაფიქრის წარდგენა და იმედი მაქვს, რომ ახალ პროექტებს დაედება საფუძველი. და ბოლოს მინდა გთხოვოთ, რომ ზოგადად შეაფასოთ სექტორში არსებული ვითარება. მთავარი გამოწვევა დღეს წიგნის ბაზარზე რა არის თქვენი შეფასება მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. მე ასე ვიტყოდი, რომ არის ერთის მხრივ გამოწვევა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკის უკეთ ჩამოყალიბებას, უკეთ განსაზღვრავს და სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად მერე კონკრეტული სამოქმედო პროგრამის გაწერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი პრინციპები შემუშავდეს პატარა ენობრივ არეალში საგამომცემლო სექტორი ისედაც რთული გამოწვევების წინაშე დგას და ამიტომ ძალიან სწორად უნდა წარიმართოს ეს პროცესი და დიალოგის და თანამშრომლობის რეჟიმი სახელმწიფო სტრუქტურებთან აუცილებელია და ეს არის ნამდვილად დროის მოთხოვნაც და გამოწვევაც და მეორეს მხრივ არის გარკვეული გაუგებრობა სექტორის შიგნით, რომელიც სამწუხაროდ არ არის ნაკარნახევი თვითონ წმინდა საქმიანი პროფესიული მომენტებით. ეს არის ნაკარნახევი ცოტა გარედანაც არის ზემოქმედება გარკვეული ჩვენ სექტორზე და არის ნაკარნახევი გარკვეული პოლიტიკური დაძაბულობით, მე ასე ვიტყოდი. და ეს პრობლემა, რომელიც არა მარტო ჩვენს სფეროს ახასიათებს, არამედ ზოგადად საზოგადოების გათიშვის საფუძველი შეიძლება იყოს, ეს გვაწუხებს ყველას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ეს საკითხები მოგვარდეს, შევძლოთ ერთმანეთთან დიალოგი, არ დავუპირისპირდეთ ერთმანეთს ზედმეტად და მოვნახოთ შეხების წერტილები, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს საუკეთესო შედეგამდე. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და გისურვებთ წარმატებებს და წარმატებულად ფესტივალის ჩატარებას. უღრმესი მადლობა, გელოდებით ყველას 29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ექსპო ჯორჯიაში.